მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს გთავაზობთ გავისაუბროთ ფსიქოსომატიკაზე და კერძოდ ჭარბი წონის ფსიქოსომატიკაზე. უпростоრედ ჭარბი წონის პრობლემის საკითხის კვალობაზე თვალი მივადევნოთ დავინახოთ ფსიქოსომატური პროცესი როგორ ვითარდება და ეს გავაკეთოთ როგორც ერთი უჯრედის, ჩვენი ორგანიზმის ერთი უჯრედის, ასევე ადამიანის და შემდეგ უკვე მასშტაბირება მოვახდინოთ სოციალურ სომატიზირებაზე, ანუ ხო ვიცით, ყველაფერი მატერიალიზდება გარეთაც, ამიტომ სოციალური ფსიქოსომატიზირება როგორ ხდება, ამ ყველაფრის ისიც განვიხილოთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ დიეტაზე, ვთქვათ, უამრავი დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი და ასე შემდეგ ამ პროფესიის უამრავი ხალხი ადამიანი მოღვაწეობს საქართველოში, კარგი სპეციალისტები და არ ვიჭრები მათ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ფსიქოლოგიურ მექანიზმზე ამ საკითხის, ანუ როგორ მოქმედებს ფსიქიკური მექანიზმი და განვიხილოთ ჯერ მოდით დასაწყისში აღნიშნავ ამ საკითხების გამომწვევ მიზეზობრიობა განვიხილოთ, იმ ჯანმრთელობის პრობლემების ჩამონათვალს გავაკეთებ, რომელიც დაკავშირებულია მიზეზობრივად ამ საკითხთან და შემდგომ უკვე განვიხილოთ თვითონ ამ ბიოფსიქოლოგიური, ანუ ფიზიოლოგიური მექანიზმი როგორ მოქმედებს და როგორ რა შუაშია აქ ფსიქიკა ამ პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ კი ყველაფერი ცადეთ, თუ კი ყველაფერი ნაცადი გაქვთ, მართლაც ცადეთ რეალურად წონის დაკლებასთან დაკავშირებით და მაინც არ გამოდის, ხო? აუცილებლად უნდა შეამოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი. ეს არის ძირითადი პრობლემა ამ ჯანმრთელობის მხრივ ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი პრობლემა ჭარბი წონის არის ხოლმე უმეტესად თუ კი სხვა ყველაფერი ნაცადია. მართლა რეალურად ნაცადია, მაგრამ ბევრ ადამიანს ხელი აქვს ჩაქნეული სხვადასხვა მიზეზების გამო, ამასაც განვიხილავთ, რატომ ხდება ეს. თუ აქტივობა დაბალია ფარისებრი ჯირკვლის, მაშინ წონაში იმატებს ადამიანი, ხოლო თუ კი მაღალია, მაშინ იკლებს, ანუ წონის დისბალანსი იწვევს ნორმირებული არანორმალური მუშაობა. მოდით ახლა დავიწყოთ იმის ჩამოთვლა იმ პრობლემების, რომელიც უკვე ერთის მხრივ მიზეზია და მეორეს მხრივ უკვე შედეგია გარკვეული სხვა მიზეზებისა. საერთოდ ეს ჭარბი წონის ფსიქოსომატიკა, ხო, საერთოდ ფსიქოსომატიკა კომპლექსური საკითხია, ძალიან ბევრი რაღაცის მომცველია. ჩვენ ეს საკითხი ამ საკითხს ნაწილობრივ შევეხეთ, როდესაც ვისაუბრეთ მანამდე ჩაწერილ ვიდეოებში ყელტერფიანობის ფსიქოსომატიკაზე და ოსტეოქონდროზის საკითხზე, ანუ გულსიზრდათა ავადმყოფობების ფსიქოსომატიკაზე, როდესაც ვისაუბრეთ, ვისაც არ გინახავთ, იხილეთ ეს ვიდეოები დევს ჩვენს გვერდზეც და ჩემს პირად გვერდზეც მაქვს გაზიარებული. აქ უნდა ვთქვათ, რომ არის ისეთი ავადმყოფობები, როდესაც ინიშნება გარკვეული ტიპის წამლები. ამიტომ გადავწყვიტე აი ამის მიხედვით უფრო დამეჯგუფებინა. ახლა ეს, იმიტომ ძალიან ბევრი მიზეზობრიობა აქვს ჭარბი წონის ფსიქოსომატიკას და ძირითადი პრობლემა არის კორტიზოლი აქ, ანუ კორტიზოლი უდრის შაქარს. ეს არის ძირითადი პრობლემა. პირველ რიგში, ესე იგი, სხვადასხვა წამლებს თუ იღებთ, მოიხმართ სხვადასხვა წამლების მომხმარებელი თუ ხართ, აუცილებლად ნახეთ ინსტრუქცია კორტიკოსტეროიდებზე შეამოწმეთ. ანუ ეს კორტიკოსტეროიდები ძალიან ბევრ წამალშია გამაყუჩებლებიდან დაწყებული, დამთავრებული პრედნიზონით და უამრავი სხვადასხვა მის წნევის მარეგულირებლებით და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ წამალში არის ეს კორტიკოსტეროიდები, რომლებიც პირდაპირ მაპროვოცირებელია კორტიზოლის.
დასაწყისში ზოგადი ფორმულის სახით აღნიშნოთ თერმოდინამიკის ძირითადი კანონის აბაზისო პირველი ფუნდამენტური კანონი, რომელია და რატო თერმოდინამიკის, ან ჩვენი ორგანიზმის სისტემაა და ექვემდებარება იმ თერმოდინამიკის იმ კანონებს, რომელსაც ფიზიკა გვთავაზობს, ძირითადი რაღაც კალაპოტის სახით გამოდგება კარგად თერმოდინამიკის პირველი კანონი, თუ გახსოვთ. ეს არის დელტა U უდრის Q-ს გამოვაკლოთ W. დელტა U არის სისტემის შიდა ენერგიის ცვლილება და გარდასახმა, როგორ ხდება, იმის აღნიშნულია სისტემის შიდა ენერგია, უდრის Q არის მიღებული ენერგია, W არის სისტემის მუშაობა. ანუ ადამიანის შემთხვევაში აქტივობა და ასე შემდეგ, ის მოქმედებები, რასაც ვახორციელებთ, იმ ენერგიის დასაწვავად, რასაც ვღებულობთ, ხო? რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა უდრის მიღებული ენერგია მინუს მოქმედებები. მათემატიკურად რო გავშიფროთ ახლა ეს, ესე იგი, რასაც ვიღებთ, იმას თუ არ ვწვავთ, უდრის ზედმეტ წონას, ხო? ეს 2 × 2 4-ია, მაგრამ ადამიანის შემთხვევაში 2 × 2 4 არ არის. და მოდით ახლა განვიხილოთ ეს რატომ ხდება ესე და რა არის ამის წინაპირობები და შედეგები. არსებობს ესეთი მთელი რიგი პრობლემები ჯანმრთელობის, რომელიც ადამიანების უმეტესობას აწუხებს. ერთ-ერთი ესეთი პრობლემა არის ოსტეოქონდროზი, რომელიც საკმაოდ დეტალურად გავიარეთ გულსის ძარღვთა ავადმყოფობებთან დაკავშირებით, როგორც თქვით, და რას ჩვენ აქ რაში გვაინტერესებს ახლა ეს. ჩვენი უჯრედი, ხო, იკვებება 2 ტიპის სისტემით. ეს არის, ერთი არის აერობული კვება, ანუ უჯრედი ენერგიას იღებს საწვავად იყენებს ერთ შემთხვევაში ჟანგბადს, ეს არის აერობული კვება, აერობული და მეორე ეს არის ანაერობული კვება, ანუ შაქრით. ძირითადი მიზეზი ამისი, რომ ორგანიზმი გადადის ანაერობულ კვებაზე, არის ის, რომ ეს ხერხემლის არტერია, რომელიც გაედინება ხერხემალში, შიგნით, ხო? ოსტეოქონდროზული პრობლემის გამო და ეს 99% ადამიანებს ჭირს, ზოგს მეტი სიმძიმით, ზოგს ნაკლები სიმძიმით, ვის როგორ ზოგი გძნობს ამას, ზოგი ვერ გძნობს, ამ მთელი რიგი პრობლემები აქედან არის გამოწვეული, საერთოდ. როდესაც ესე იგი მოტნეულია ეს არტერია და არ მიეწოდება სათანადოდ ჟანგბადი, ეს არტერია არის უზრუნველყოფს სწორედ იმ ცენტრალურ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ტვინისას. იმ ვიდეოში ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. ჟანგბადის მაგივრად, როდესაც არ მიეწოდება სათანადო რაოდენობა, ორგანიზმი გადაერთვება ანაერობულ კვებაზე. და ამ დროს ადამიანს ეწყება მიდრეკილება, აქვს სერიოზული მიდრეკილება, შეინიშნება ტკბილეულის მიმართ. შინაგანი მოთხოვნილება უჩნდება ტკბილეულის მიმართ, განსაკუთრებულად მომზადებული საჭმელების მიმართ, რაღაცა შემწვარ მოხრაკულები უნდა მაინც და მაინც ადამიანს. ჩვენ ქართველები ვართ და კულტურაში გვაქვს რაღაც წვადები და ხინკლები და ასე შემდეგ და ამაში ცუდი არაფერია, ამაზე ვისაუბრებთ ახლა, ეს უბრალოდ უნდა დაარეგულიროს ადამიანმა. რისი თქმა მინდა, რომ როდესაც ანაერობულ კვებაზე გადაერთვება ორგანიზმი, ანუ უკვე აღარ ჭირდება ჟანგბადი, კი ჭირდება, როგორ არ ჭირდება, მაგრამ უარს ამბობს ამ ტიპის მომსახურებაზე, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ პრობლემურია, მუდმივად პრობლემა არის ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ურჩევნია რომ შაქრით გამოიკვებოს, ძირითადი ენერგია მიიღოს შაქრიდან. ორგანიზმი ერთვება ანაერობულ კვებაზე და ეს მეგობრებო იწვევს ონკოლოგიას. ჭარბი წონა რო იყოს, მხოლოდ ხო ეხლა ამაზე ხო არ ვისაუბრებ. ეს შემდგომ უკვე ონკოლოგიაში სხვა უამრავი კიდევ პრობლემების გამომწვევ მიზეზად გვევლინება. ამიტომ
ეს უნდა დარეგულირდეს. შებოლილების მიმართ მიდრეკილება მოთხოვნა ზოგს უყვარს, ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც უყვარს მაინც და მაინც შებოლილი ხორცი, შებოლილი ყველი, აი ეს კონცენტრირებული ცხიმის და ენერგიის სპეციფიკური კერძები და ასე შემდეგ, აი ეს საკვები რაც არის, რთული ნახშირწყლები და ასე შემდეგ. მე ენიშნება ესეთი წამლები, ხო, რომელიც სხვადასხვა პრობლემებს უგვარებს ადამიანებს. მაგალითად, კიდევ სერიოზული პრობლემა არის ართრიტი, ართროზი. არსებობს ესეთი წამალი პრედნიზოლონი, პირდაპირ კორტიკოსტეროიდებს შეიცავს, რომელიც ძალიან ხშირად სვამენ ადამიანები ამას. თუ კი რაღაცა ნაკრებს სვამს ადამიანი წამლების, აუცილებლად იქ იქნება ერთ-ერთი მოიძიეთ ხოლმე, შეამოწმეთ რა წამალს სვამთ, იმისთვის რომ უბრალოდ ამის საწინააღმდეგო ზომები იყოს მიღებული. თუ კი ადამიანს ჭირდება უკვე და იმ მდგომარეობაშია შესული, ცოტა სხვანაირად უნდა მოხდეს, საერთოდ ყველას ვუსურვებ ნაკლები მედიკამენტების მიღებას, ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს სახსრების პრობლემები, საერთოდ ბევრ ადამიანს და ასაკთან ერთად, რა თქმა უნდა, იმატებს ეს პრობლემატიკა და რა თქმა უნდა, იმატებს აი ამ წამლების მიღება. წნევის მარეგულირებლები, გამაყუჩებლები და სხვადასხვა ტიპის წამლებში კორტიკოსტეროიდები არის ძალიან ბევრ წამალში და სერიოზული პრობლემა არის. პირდაპირ მაპროვოცირებელია კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, რომელიც იწვევს შაქრის გამომუშავებას ორგანიზმში. კორტიზოლი უდრის შაქარს. რამდენიმე ტიპის საკითხი ჩამოვთვალეთ ახლა და ერთი კიდევ ესეთი საკითხია ქალბატონებს შეეხება, თან ქალურ საკითხს ეხება და სერიოზული პრობლემაა. არსებობს ესეთი ცნება, ესეთი მოცემულობა, მენოპაუზა. და რა მინდა ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით რა უნდა ითქვას აი ამ ჩვენს თემატიკასთან დაკავშირებით. თუ კი გადაწყვიტა ქალმა რომ აღარ გააჩინოს ან არ კონდეს ურთიერთობა მამაკაცთან, არ მაქვს საუბარი სექსუალურ ურთიერთობაზე. აქ სხვა ურთიერთობაზე საუბარი. მივალთ ამ საკითხამდე რითი აიხსნება ეს ყველაფერი. ხშირად ქალი აკეთებს ესეთ ბრძანებას, აძლევს მის ფსიქიკას. ხდება ესეთი რაღაცა ცხოვრებაში, რომ აი მეტ შვილს მე აღარ გავარჩენ, მორჩა. ნახეთ, ბუნება არის ეკონომიური მოცემულობა, საერთოდ ყოველთვის ეკონომიურია ბუნება. მიკურ პრინციპზე აგებული, ეკონომიურ პრინციპზე აგებული. იმ ტიპის კაპიტალისტური ეკონომიკა სხვა რაღაცა არის, ბუნების ეკონომია სხვა რაღაცა არის. რას ნიშნავს ეს? ამ შემთხვევაში ფსიქიკა იწყებს ბრძანების გაცემას ორგანიზმისთვის, ანუ ენდოკრინული სისტემისთვის, რომ აღარ არის საჭირო იმ ჰორმონების გამომუშავება, რა დროსაც ეს ქალის ბუნებრივი მოცემულობისთვის არის საჭირო იმ ჰორმონალური ნაკრების გამომუშავებას წყვეტს. ეს ჰორმონები კიდევ სხვა რამისთვისაც არის საჭირო ორგანიზმში, ამიტომ ხდება მთელი რიგი ცვლილებები. ეს რაღაც მინდა აღნიშნო, რომ მე აქ არც რაღაც ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა მე ხარ რაღაც შვილების გაჩენა დაიწყოს და რაღაც ის აქ ტირაჟირებას არ ვეწევი რაღაც იდეოლოგიის. ყველას ვისაც როგორ უნდა, რამდენი შვილიც უნდა იმდენი ყავდეს, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს. მაგრამ რას ნიშნავს ეს ფსიქიკურ, ან ჩვენ აქ ვსაუბრობთ ახლა ფსიქიკაზე, ფსიქოლოგიაზე, ფსიქოლოგიურ მექანიზმზე, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ფსიქიკაში. ანუ ეს ხომ ისე ბუნებრივი რეპროდუქციული თვისებაა ორგანიზმის, ხო? და ჩვენ ბუნების ნაწილია კიდევ ჩვენი ის რაღაც სიღრმისეული, შინაგანის, სული, რასაც ვეძახით და განსაკუთრებით ის არაცნობიერი ნაწილი, რომელიც შესწავლილი არ გვაქვს, ხო, ბოლომდე და ცხოვრებას უთმობთ ამის სწავლას, რომ ჩვენი არაცნობიერი შეიძლება მეტად შევისწავლოთ, ხო? არაცნობიერი აძლევს ბრძანებას ფსიქიკას, რომ შეწყვიტოს გამომუშავება იმ ჰორმონების და არ აქვს მნიშვნელობა კაცთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ანუ სექსუალური ურთიერთობა ქალს კაცთან აქვს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ საუბარია იმ ჩაკეტილობაზე, რომელიც შეიძლება კაცთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ჩაკეტილობა აქვს სხვანაირი. იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა რაღაც მისი ბუნებრივი მოცემულობის ჩაკეტვა. მორჩა, მე აქ დავამთავრე როგორც ქალმა ამ მხრივ. საერთოდ ყოველმხრივი უნდა იყოს რეალიზება. არა აქვს მნიშვნელობა რაღაცის აკრძალვას ფსიქიკისთვის. შენი ბუნებრივი რეპროდუქციული რაღაც თვისება, კრიტერიუმი თუ აუგრძალე შენს თავს, ხო? ამ შემთხვევაში ხდება ყველა
რაღაც კინოფილმს უყურებს ქალი მაგალითად, ან მისი დაქალი რაღაცას უყვება, ან დაინახა რაღაც თქვა ვიღაცა შეყვარებული წყვილი, ან რაღაცა სიტუაცია დაინახა და ფსიქიკა ავტომატურად აძლევს ბრძანებას ორგანიზმს, რომ ჩვენ ეს არ გვეხება და კეტავს იმ ჰორმონალურ, ანუ ყველა ჯერზე ეს ავტომატურად ხდება, მექანიკურად, ეს მუშაობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეხლა მე აქ ვინ როგორ იცხოვროს იმას კი არ მოძღრავ ვიღაცას. უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ თუ კი ესეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ქალს, მაშინ მან მენტალურად უნდა დაალაგოს სხვა საკითხები მის თავთან ურთიერთობის იმისთვის, რომ ეს პროცესი არ გადაკეტოს მისმა არაცნობიერმა. შორის ძალიან საინტერესო საკითხია ესეთი შევისწავლე ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი დიდი მასალა და უმეტესი შემთხვევები, როდესაც ქალი თქვათ ისევ შეხვდება რაღაც სიტუაციას და გადაწყვეტავს რომ ისევ იცხოვროს აი მისი ბუნებრივი დანიშნულებით. გააჩინოს ბავშვი ან თქვათ არ ქონდა მამაკაცთან ურთიერთობა და შეუყვარდა ვიღაცა, გადაწყვეტა ოჯახის შექმნა და ასე შემდეგ. ავტომატურად ეს აღდგენადია და უბრუნდება ისევ ის ჰორმონალური მდგომარეობა, სტატუსი, ისევ იმ სტაბილურ მდგომარეობას უბრუნდება. ასეთი დიდი გავლენა აქვს ფსიქიკას პირდაპირ მნიშვნელობით ორგანიზმზე. ეს პროცესი მოიცავს როგორც ქალის აი მანამდელ რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე იმ პრობლემების დამუშავებას, შეიძლება ფიზიკურად არაფერი შეცვალოს, ანუ არც კიდევ ერთხელ ამბობ, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს, უნდა გააჩინოს, მაგრამ ეს საკითხები მას მიმღებლობა უნდა ჰქონდეს და დამუშავებაა საჭირო და იმისათვის რომ ხისტი მოყვეთა არ იყოს, ანუ მოყვეთილი არ ჰქონდეს მისი ბუნებრივი რაღაც კონკრეტული ფუნქციები. ეს სხვა რამეში კონვერტიდეს, სხვა რამეში რეალიზდეს. აუცილებელია რომ ეს მოხდეს აი ამის დაბალანსება საკუთარ თავში. ჩაკეტილობა არის საერთოდ სერიოზული პრობლემა. ეხლა რა საკითხების ჩამოვთვალეთ, თითოეულთან დაკავშირებული მიზეზობრიობაც გავითვალისწინოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ერთი რამე, რომ ჩაკეტილობა არის სერიოზული პრობლემა. არარეალიზება გარდა იმისა, რომ პირობები არ არის ახლა ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობთ, სამწუხაროდ არ არის პირობები, რომ ადამიანებმა რეალიზდნენ. უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ რეალიზდება, პირობებზე არც არავინ ფიქრობს სამწუხაროდ, მაგრამ გარდა ამისა, ხო, ბევრმა გარემოებამ და ბევრმა ფსიქოლოგიურმა არასწორმა მიდგომებმა გამოიწვია ჩაკეტილობაც. და ეს როგორც შედეგია, ასევე მიზეზიც არის. და ეხლა გადავიდეთ ამ საკითხებზე, როგორ გამოიყურება ესე იგი ეს პროცესი ბიოფსიქოლოგიურ დონეზე. ანუ ფიზიოლოგიურად როგორ ხდება. ესე იგი ჩვენს ტვინში ჰიპოთალამუსში არის ორი სიღრმისეული ღილაკი, ეს ცნობილი ამბავია, ეხლა მე ამას პირველად არც მე ვაჟღერებ და არც ახალია. არსებობს ესეთი ორი ღილაკი, ერთი არის გაიქცე და ან უნდა იომო. იბრძოლი ან გაიქცე, ორი ღილაკი მუშაობს, რეფლექსურ დონეზე მუშაობს ეს ორი ღილაკი. ორივე ღილაკი, ხო, აი მთელი ეს რა პროცესების ვისაუბრეთ, ხო, მთელი ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ორივე ეს ღილაკი, ხო, უბიძგებს კორტიზოლის გამომუშავებას. ანუ ჩვენ ხო ვბრძოლობთ, ადამიანი სულ მზად არის უსაფრთხოება, უნდობლობა, მთელი ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ან ერთი ღილაკი მუშაობს და ან მეორე. ან გაიქეცი, ან იბრძოლე. ემზადება ადამიანი ბრძოლისთვის, მაგრამ არ არის ბრძოლა. ემზადება, მაგრამ ბრძოლა არ არის. ამ დროს უჯრედში გამოიყოფა, ეს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, ესეთი. ეს კორტიზოლი იწვევს შაქრის გამომუშავებას, ანუ ძალიან ბევრი შაქარი შემოდის ამ დროს სისხლში, იმისთვის რომ მოქმედება მოხდეს. მაგრამ ეს მოქმედება ძირითადად არ ხდება ხოლმე. თუ კი დაიხარჯა ადამიანი, კიდევ ეს, მაგრამ შეიძლება ცუდად დაიხარჯოს, ამიტომ შედის სისხლში შაქარი და რას აკეთებს? აი ამ უჯრედს
ეხლა დავხაზოთ ესეთი უჯრედი, ერთი, აქა ესეთი უჯრედი დავხაზოთ, ანუ პირობითად ვიღოთ ეს ბირთვი და ეს უჯრედი, ხო? ესე იგი, ამ ბირთვს, ხო, ინახავს, ანუ აკონსერვებს, აი როგორც მურაბის ქილა, ხო, გვინახოთ მურაბაა შიგნით და ჩვენ დაკონსერვებულია რა, ანუ დიდი ხანი რო იყოს არაფერი მოუვა, საერთოდ გლიკოზა, შაქარი აქვს და დამაკონსერვებელი თვისება აქვს. ნაკლებად ხდება გარემოსთანაც ურთიერთობა, რომ დაკონსერვებული ნაკლებად ხდება განვითარება. არა ინტელექტუალურ მხრივ ძალიან ბევრი ადამიანია, ეხლა იმ აზრს არ ვეთანხმები, რომ თქვა ვინც მსუქანია ინტელექტუალური არ არის, სტრესი აქვს, სტრესზე ვსაუბრობთ. და ანდა კიდევ აი ამას რომ საუბრობთ, რომ არ მოძრაობს ადამიანი. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც შრომობს, ბევრს მოძრაობს კიდევაც, მაგრამ არასწორი მიდგომების გამო ვერ ხერხდება დაბალანსება სიტუაციის. ხო და რას აკეთებს ეს შაქარი, ესე იგი, აი ამას აკონსერვებს, აი გარშემო ინახავს, იმიტომ რომ მას ან ერთ შემთხვევაში დაჭირდება, ან მეორე შემთხვევაში, ან გაქცევის დროს დაჭირდება, ან ბრძოლის დროს. და ხდება ამის დაკონსერვება რა. უჯრედს განმიხილავთ ახლა. ერთ უჯრედს ჩვენი ორგანიზმის. შაქარი იწვევს გაჩერებას, ანუ თითქოს და გაიყინა სიტუაცია ორგანიზმი. თითქოს და გაჩერდა რაღაც დონეზე, კონსერვაციას აკეთებს. ერთი სიტყვით. ბევრი შაქარი ორგანიზმში არის ავტომატურად უდრის ბევრ ინსულინს. ინსულინი ურტყამს ჩვენს ტვინს, ანუ ადამიანის ჰიპოთალამუსს ურტყამს, რომელიც დიდ დარტყმას აყენებს ტვინს ინსულინი. და ერთ-ერთი სერიოზული დარტყმა რაც არის, ვეღარ აღიქვამს ტვინი თითქოს და გამაყუჩებელს, ანუ აღქმა აღარ აქვს ტვინს ლიპტინის მაძღრობის ჰორმონი. შესაბამისად ორგანიზმი ითხოვს კიდევ უფრო ენერგიის მიღებას, პროცესი იკეტება მის თავზე და ხდება ცხიმის დაგროვება. ისევე როგორც მაგალითად ხა წეგან ქალბატონების საკითხზე საუბრობდი და ეს პრობლემა ხო შეიძლება მწონის პრობლემა მაინც და მაინც ხა მენოპაუზა დავასახელე ეს ამ პრობლემით შეიძლება სულ არ იყოს გამოწვეული პირიქით ზოგ შემთხვევაში მშობიარობენ ქალები ბაჩენენ და თქვათ მე იმ დაგროვილ წონას ვეღარ აგდებენ და ეს აი ახლა დანარჩენზე რაზე ვსაუბრობთ, ეს საკითხი უკვე პირდაპირ ეხება. ბევრ შემთხვევაში შეიძლება ქალი პირიქით რეპროდუქციულ პროცესში იმყოფება, მაგრამ მაინც წონა, იმიტომ რომ არ არის დარეგულირებული აი ეს პროცესი ჩაკეტილობასთან დაკავშირებული. ესე იგი, უჯრედის დონეზე შაქარი კეტავს ორგანიზმს. ჩაკეტილობაში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანი არაკომუნიკაბელურია და ან მხიარული არ არის, ან ესა. აქ სხვა ჩაკეტილობაზეა საუბარი. აი არ არის გახსნილი, ან შეიძლება ვერ პოულობს ისეთ ადამიანს, ვისთანაც გაიხსნება ბოლომდე. აი რაღაცა პრობლემა აქვს, რომელსაც ვერ რეალიზებას ვერ უკეთებს და აი ამ ჩაკეტილობაზე მაქვს საუბარი. აქ მინდა აღნიშნო ესეთი საკითხი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს, რომ ენერგიის მიღებას რაც შეეხება, ანუ აი ამ საკითხს აქ, ხო? ანუ ეს ხო გვახსოვს ეს ფორმულა. ჩვენი წონა უდრის მიღებული ენერგია მინუს მოქმედება. ეს არის სისტემის მუშაობა. მიღებულ ენერგიაში უნდა ჩავთვალოთ ასევე ინფორმაციაც. ანუ ინფორმაცია აქ არ იგულისხმება ბევრი ინფორმაცია. მაინც და მაინც. ან და თქვათ არეული ინფორმაცია, შეიძლება ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია მიიღოს ადამიანმა და ან შეიძლება ძალიან ბევრი წიგნი იკითხოს და განათლება მიიღოს და ასე შემდეგ. ანუ ცოდნის მიღება პრობლემა არ არის. პრობლემა არის ამის კონვერტირება არ ხდება. არ ხდება რეალიზება, ჩაკეტილობასთან მივდივართ ისე. ეხლა ეს რაღაც დამამთავრებელი ფაზაში რო გადავიდეთ, ხო? როგორ გამოიხატება, მოდით ეხლა ეს ყველაფერი, ანუ ოჯახის შემთხვევაში სხვანაირად ვლინდება ეს პრობლემა, სხვადასხვანაირად, ანუ ცხოვრების წესში გადადის და ხომ ისეთ მაგალითად ბაბუაჩემს ჰქონდა დიაბეტი და აი ჩვენ ყველა რაღაც ბაბუაჩემიც უკანი იყო, მეც მიდრეკილება გვაქვს უკან. სინამდვილეში ეს წესი იკეტება ოჯახში, ანუ ცხოვრების აი წესი
რომელიც იმ ადამიანს ჰქონდა, რომელიც თქვა პირველად გასუქდა, ან პირველად დაავადდა იმით დიაბეტით, ხო? ეს ცხოვრების წესი იკეტება ფსიქოსომატურად, აი ამ უჯრედში, რასაც ქვია ოჯახი. და თითქოს და ეს რაღაც გენეტიკაში გადადის მე ადამიანების წარმოდგენაში ესეა, რომ გენეტიკურად წამოყვა რა დიაბეტი. არ არის ფსიქოსომატურია დიაბეტი, ისე როგორც ონკოლოგია, არ გადადის არც გენეტიკით და მით უმეტეს ჭარბწონიანობა არ შეიძლება იყოს გენეტიკური უბრალოდ. ხო? მაგრამ ინფორმაცია იკეტება. ამაზე მოქვს საუბარი. ენერგიას მართავს ინფორმაცია. ამიტომ თუ მიღებულ ინფორმაციას არ აქვს კონვერტაცია, არ კონვერტირდება და არ რეალიზდება, იგივე პრობლემას იწვევს. იგივე საკითხში ვითარდება. ადამიანის შემთხვევაში ეს შეიძლება ჭარბწონაში გამოიხატოს და სხვა პრობლემებში გადავიდეს, მერე შეიძლება დაიკლოს ადამიანმა წონაში, მაგრამ მის რაღაც სხვა პრობლემები დარჩეს და მაგალითად იგივენაირად ეს ვრცელდება ეს საკითხი თქვათ ნებისმიერი რაღაც ორგანიზაციის, კომპანიის, ბაბლის გნებავთ სხვადასხვა მასშტაბებზე გადის ეს საკითხი, მაგრამ შედეგები სხვადასხვანაირად ვლინდება. როგორც ადამიანის შემთხვევაში სხვანაირად ვლინდება და ოჯახის შემთხვევაში სხვანაირად, ასევე სხვანაირად ვლინდება ორგანიზაციის და სხვადასხვა წრეების თუ შიგნით მურავა და თაფლია. აქ შიგნით კარგია სიტყვა, შაქარია, ურთიერთობა კარგია ერთმანეთში რა. აი ეს მუდმივი დაძაბულობა, რაღაც მუდმივი მოგერიების სიტუაციაში ყოფნა, ან ბრძოლის სიტუაციაში ყოფნა, თუ არ რეალიზდება, არ ხდება, ხო? რეალობაში არ ხდება. ამიტომ მუდმივად ესეთი ყოფნა იწვევს უბრალოდ ჩაკეტილობას. და ამ ხრივ აღარ ხდება განვითარება. თორე აქ იმაზე საუბარი არ არის ტვინი ეკარგება ადამიანს და გონებრივად განუვითარებელი კი არ არის. არ ხდება განვითარება სიტუაციის, არ იზრდება, ტრანსფორმაცია არ ხდება, გარდასახვა არ ხდება და ხდება აი ამ ცხიმის დაგროვება წყალებში ცხიმის სხვადასხვა პრობლემების სახით. ნახეთ, სოციალური ფსიქოსომატიზების დროს შედეგებია სხვადასხვა. მექანიზმი ერთნაირია აბსოლუტურად. ფსიქოსომატური მექანიზმი ერთნაირია კულტურის დონეზე, საზოგადოების, სოციუმის დონეზე, მაგრამ შედეგები სხვადასხვანაირია. იმ სიტუაციებიდან გამომდინარე, რაზედაც მასშტაბირებას გააკეთებს ადამიანი. მივედით მთავარ საკითხთან ახლა ჩვენ. სამუშაო არის ჩაკეტილობასთან ზოგადად ჩაკეტილობის პრობლემა არის როგორც სოციალურ სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩაკეტილობა არის ადამიანებში ეს სოციალური პრობლემაც არის, კულტურული პრობლემაა, ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემაა, ამიტომ ეს ვლინდება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა შედეგით, მაგრამ მექანიზმი ერთი და იგივეა. მადლობა ყურადღებისთვის, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ.